მოდით ვისაუბროთ ჭრილობებზე, იმიტომ რომ აქ გვაქვს ყველაზე ხშირი დადებითი შემთხვევები. მაგალითად, თუ ავიღებთ ოპერაციას, ეს არის კონტროლიებადი დაზიანება. ჭრიან ქსოვილს, აკეთებენ ოპერაციას და მერე კერავენ ქსოვილს. ზუსტად ამ დროს წარმოიქმნება ჭრილობა. ნორმალური შეხორცების გრაფიკი ნაჩვენებია ამ წითელი ხაზით. 50% უკვე აღდგენილია 2 კვირის შემდგომ. თუ სისხლის მიმოქცევაში მეტი ღეროვანი უჯრედია, შენ იგივე 50%-ს მიაღწევ 3 დღით ნაკლებ დროში. ხოლო სრული აღდგენისთვის შენ მოიგებ 1 კვირას. ასეთი შემთხვევები ხშირია, როდესაც ადამიანი იკეთეს ოპერაციას და ქირურგი ეუბნება, არ ვიცი რა გააკეთე, მაგრამ შენი ჭრილობა სხვებთან შედარებით გაცილებით სწრაფად შეხორცდა. აქ მარტო სწრაფად აღდგენას არ გულისხმობს. ჭრილობა ეს არის სიცოცხლის საშიშროება, ამიტომ ორგანიზმი ცდილობს რაც შეიძლება სწრაფად დახუროს ეს ჭრილობა. თუ სისხლში საჭირო რაოდენობის ღეროვანი უჯრედები არ არის, ადგილობრივი ფიბრობლასტები აღადგენს ამ ჭრილობას და ამ შემთხვევაში ჩნდება ეგრეთ წოდებული შამი, ანუ ნაწიბური, რომელსაც არ აქვს კანისთვის დამახასიათებელი არც თმის ფოლეკულა, არც ცხიმოვანი უჯრედი და არც ფორები. ის არის ფიბრობლასტების ფენა და არა ნორმალური კანის სახე. მაგრამ თუ გაქვს სისხლში ღეროვანი უჯრედების საჭირო რაოდენობა, კანი იწყებს მთლიანად ფუნქციონალურ აღდგენას. მოგვიანებით გაჩვენებთ ადამიანს, რომელმაც ხის ელექტროხერხით გაიგლიჯა მთელი ქსოვილი და ჭრილობა ძალიან ღრმა იყო. მიუხედავად ამისა, ძალიან მკრთალი ნაწიბური დარჩა.